ბაკურციხე გურჯაანი ჩუმლაყის შემოვლით საავტომობილო გზაზე გარე განათების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 433 საყრდენი ელექტრობოძი და 461 LED სანათი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ღირებულებამ 1,99,384 ლარი შეადგინა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გარე განათების ახალი სისტემა ხელშეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. საერთოდ კარგია რომ განათებები არის. მანქანა დადის დაბალჩუქებით. და იმას არ უქმნის სავარიო მდგომარეობას. უნდა იყოს ბლიჟნებით ეროს მანქანა ძალიან კარგია რომ გაკეთდა. ანუ განათება რო არ იყო ავარიები ხდებოდა ხშირად. ხდებოდა რა თქმა უნდა კაცო ტრასაა და ჩვენი ხალხი და ყოიცით ზრაფია. პირდაპირი მაჩვენებელია გზისაც და სილამაზეც და ყველაფერი ძალიან მოსაწონია. აი განათება რომ არ იყო რა პრობლემები გექნებოდა? განათება რომ არ იყო რთული იყო მოძრაობა რა თქმა უნდა. და ეხლა ძალიან იოლია და აი სასიხარულოა. ავარიები ხშირად ხდებოდა ღამის საათებში, ხო? ხდებოდა ამ ტრასაზე კი ხდებოდა. ხშირად ხდებოდა ხოლმე. რამდენი სიკვდილით დამთავრდა რაღაცეები მოხდა ეგეთი მძიმე შედეგებიც დამთავრდა. კი ბატონო. ასე ძალიან სასიხარულოა ჩემი აზრით ეგ ამბავი რომ ასეთი ლამაზად არის და შვებაც აღვაქვს რა შედარებით. არაჩვენ და მხედველობა არ იყო ნორმალური კაცო. ხარა ეხლა კარგია უკვე. ანუ ავარიები ხდებოდა ხშირი განათების ბარო არ იყო, ხო? მოხდებოდა თავისთავად რა თქმა უნდა. საერთოდ ეგ ტრასა გაიპარას გზას ეძახიანა. ის შემოგადნება ხელში ვერც გაიგებ, გაიგე? იყო პრობლემები და ავარიებიც ხშირი იყო. ეხლა რაც გაკეთდა, რაც უკვე განათები მარტო განათებები კიდე ასფალტიც გამოიცვალა, მე ეს დამატებით ახალი გზა გაიხსნა, გაკვირთა გზა და დიდი შეღავათია ეს შუქებიც რო არ დაგიმალოთ. ნიშნულოვანია რა თქმა უნდა განათებები უნდა იყოს კაცო. აშკარად იგრძნობა განათებები, კაცო, რამზეა. ეხლა არის ეგ ყველაფერი კაცო. აქამდე რო არ იყო პრობლემები? ნუ რაღაც ლაპარაკობდნენ რომ ხდებოდაო რაღაც ავარიები არისო მომხდარიო ღამე მე მგონი რა ადრე ხოლოდ ეხლა აღარ გამიგია კაი ხანი.